ანალოგ ჯგუფი ქართულ ენერგეტიკაში საინვესტიციო მოცულობას ზრდის. თურქული კომპანია ჰიდროენერგეტიკის სექტორში დამატებით 300 მეგავატის სიმძლავრის ჰესების მშენებლობას გეგმავს. სამომავლო პროექტების განხორციელების შესახებ მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსა და ანალოგ ჯგუფს შორის უკვე გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მინისტრმა კახა კალაძემ და თურქული კომპანიის ენერგეტიკის სექტორის კოორდინატორმა მოაწერეს. ამ ეტაპზე თურქული კომპანია ინვესტიციებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდინარე ფარვანზე 85 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში ახორციელებს. ჰიდროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ზამთარში საქართველოს ენერგოსისტემა მიიღებს. წლის დანარჩენ პერიოდში კი ექსპორტზე გაიყიდება. დავოში, როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა, კომპანიის დამფუძნებლებმა მისცეს პირობა, რომ დამატებით ინვესტიციებს განახორციელებდნენ ქვეყანაში და მართლაც ასე მოხდა. იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს, ასეთი დიდი ინვესტიციების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ენერგოსექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების მთავარი მიზანი ჩვენი ორი ქვეყნის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად დაახლოებაა.